დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმნით. როგორც ყოველთვის დღესაც ადამიანზე ვისაუბრებთ და ვისაუბრებთ ადამიანის განვითარების განსაკუთრებულ ეტაპზე. თუ რას გულისხმობ, ამას დაადასტურებს დღევანდელი ჩვენი სიახლეც, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეესწავლათ რა ანიჭებს მოზარდს თავდაჯერებულობას. და სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდა კვლევა და კვლევის შედეგები შეჯერდა. სწორედ შეჯერებული შედეგებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მოზარდის თავდაჯერებულობისათვის არის მისი ჰიგიენა. დიახ, სისუფთავის განცდა, რომელიც მათ ძალიან სიამოვნებთ და ძალიან სჭირდებათ განსაკუთრებით სოციალური თვითდამკვიდრებისათვის. და ასეთ შემთხვევაში მოზარდები აღმოჩნდნენ რთულ მდგომარეობაში. როგორც კვლევის ავტორები ირწმუნებიან, მათთვის განსაკუთრებით რთული არის პირველად ძალიან ბევრი რამის გაკეთება. მაგალითად, პირველად ზრუნვა საკუთარ გენიტალიებზე, პირველად ზრუნვა საკუთარი სხეულის ჰიგიენაზე, როდესაც უცნაური სუნი შეიძინა სხეულმა, უცნაური ოფლის სუნი გაუჩნდათ და ასეთ შემთხვევაში პირველად უწევთ გარკვევა, რა არის დეოდორანტები, რა არის ანტიპერსპირანტები, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთ დროს ისეთი განცდა, როგორიც არის მშობლის როლური მოდელი. დიახ, მეცნიერთა აზრით გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ამ დროს მშობლის როლური მოდელი, როგორი უნდა იყოს ჰიგიენის სამარჯვები და როგორ უნდა გამოიყენონ ეს ცოდნა მშობლების მაგალითზე ნანახი საკუთარ მაგალითზე. და ამ ჩამონათვალში აღმოჩნდა კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მოზარდთა ჰიგიენას უკავშირდება. ეს გახლავთ პირის ღრუს ჰიგიენა და როგორც კვლევა ადასტურებს, მოზარდების შემთხვევაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი. მაშინაც კი, როდესაც მაგალითად მოზარდი პირველად იწყებს პირის გაპარსვას, შეიძლება ამ უკანასკნელს უფრო ადვილად დაეუფლოს, ვიდრე კეთილსინდისიერად წარმართოს საკუთარი პირის ღრუს ჰიგიენა. და ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია კბილების ჯანმრთელობა, ღრძილების ჯანმრთელობა და ისეთი ფაქტორი, როგორიც არის უსიამოვნო სუნი პირიდან. ეს ყველაფერი მოზარდებისთვის შეიძლება აღმოჩნდეს არა უბრალოდ თავსატეხი, არამედ სოციალიზაციის დაქვეითების წინაპირობა. ამიტომ ვფიქრობ, ეს უშუალოდ მოზარდებმა კი არა, საზოგადოებამაც უნდა გაითვალისწინოს და უპირველეს ყოვლისა ეს უნდა გაითვალისწინოს ოჯახმა. ჩვენი განვითარების ეტაპის შესაბამისად იცვლება არა მარტო ჩვენი ორგანიზმის სტრუქტურა, არამედ ჩვენი ორგანიზმის ფუნქცია და ფორმის და შინაარსის ამგვარი ცვლილება ემსახურება ერთი მხრივ განვითარებას, მეორე მხრივ ჩვენი ორგანიზმის ფუნქციების სრულყოფას, ადამიანის შესაძლებლობების სრულყოფას და როდესაც ჩვენ ვაფასებთ ცალკეულ ეტაპს ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ჩვენ ვაფასებთ ცალკეულ ასაკობრივ ჯგუფს საზოგადოებაში, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სწორედ ამ ასაკისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვმართებს მაშინ, როდესაც ბავშვებზე ვსაუბრობთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისეთი რთული, რევოლუციური ასაკი, როგორც ექსპერტები ამბობენ, როგორიც გახლავთ სქესობრივი მომწიფების ფაზა, ანუ მოზარდობის ფაზა, რომელსაც ეგრეთ წოდებული თინეიჯერული განწყობები ახლავს თან. ეს არის პრეპუბერტატი, ანუ სქესობრივი მომწიფებამდე პერიოდი, პუბერტატული ფაზა, როდესაც სქესობრივი მომწიფება მიმდინარეობს და შემდეგი ეტაპი გახლავთ უკვე აი ამ ფაზის სრულყოფილად დასრულების შემდეგ პერიოდი. ეს საფეხურები თავს იყრის ბავშვობის ძალიან რთულ გზაზე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მოზარდებისათვის არა მხოლოდ საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის, არამედ საკუთარი სოციალური სტატუსის გააზრება, რომელშიც ჰიგიენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მის ჯანმრთელობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არის თუ არა პირის ღრუს მდგომარეობა განსაკუთრებული მოზარდების შემთხვევაში და რა უნდა იცოდეს თავად მოზარდმა, რა უნდა იცოდეს ოჯახმა, აი ამის შესახებ საუბრობთ დღეს ჩვენი გადაცემის მეგობართან და დღევანდელ სტუმართან ერთად, რომელიც გახლავთ ბავშვთა სტომატოლოგი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი სოფო სამხარაძე. დილამშვიდობისა სოფო. დილამშვიდობის მარი, მოგესალმებით. ჩვენი დრო რა კი შეზღუდულია, რამდენიმე ძირითად საკითხს უნდა შევეხოთ. ის რომ პირის ღრუს ჰიგიენა ყველა ასაკში მნიშვნელოვანია და მოზარდებისათვის აღმოჩნდა ერთ-ერთი საჭიროებო, თქვენ უნდა დაგვიდასტუროთ, ან უნდა უარყოთ 100-ია ნამდვილად? ნამდვილად 100-ია, მაგრამ ცოტა უჭირთ ხოლმე ამის გააზრება თვითონ თავიდან.
იმიტომ რომ არ არიან თვითკრიტიკულები ამ შემთხვევაში. არ არიან და ნაკლებად პირისხმის მიმართ იცით რატო ბევრი სხვა პრობლემა აქვთ. ფსიქოლოგიურიც ემატება რაღაც ბევრი პასუხისმგებლობა ზრდასთან ერთად და ამ პერიოდში ცოტათი უფრო უგულველყოფილიყავთ პირისხმის ჰიგიენა. რა თქმა უნდა, ძალიან პატარა ასაკიდან სწორად ჩამოყალიბებულ მოვლის რუტინას თუ არიან შეჩვეულები, მეტნაკლებად ნორმალურად მიმდინარეობს ეს ასაკიც. მაგრამ გარკვეულწილად ნაკლები კონტროლი აქვს მშობელს. ამ დროს ისინი უკვე თვითონ ახერხებენ პირისხმის ინდივიდუალური ჰიგიენის ჩატარებას და მოითხოვენ კიდეც რომ უკვე დამოუკიდებლები არიან და ეს თვითონ უნდა გააკეთონ. Plus ჩვენ შედარებით ნაკლები კონტროლი მშობლებს გვაქვს რომ რას მიირთმევენ, როგორი საკვები, ასე ვთქვათ, კონტროლი გვეკარგება ამაზე, შეიძლება სახლის პირობებში ვიცოდეთ რას მიირთმევენ, მაგრამ უკვე გარეთაც ცოტა უფრო დამოუკიდებლად შეუძლიათ რაღაცეების შეძენა. აი ეს ყველაფერი ერთად უკვე იწვევს რომ გარკვეული პრობლემები გვხდება პირისხმში. შედარებით უფრო მეტი ნადები არ ბილი ნადები, როდესაც მოდიან და ასევე მათი ასაკიდან გამომდინარე და ჰორმონალური სტატუსის ცვლილებიდან გამომდინარე ხდება ხოლმე პირისხმის ლორწოვანი გარსის ცვლილებებიც და ის მცირე ნადებიც, რომელიც შეიძლება კარგი შედარებით ნორმალური ჰიგიენის პირობებში კონდეს მოზარდს პირისხმში, ისიც კი უკვე ხრძილების ანთებას, ანუ გინგივით იწვევს და ეს არის სრულიად მათი ასაკიდან და ასე ვთქვათ სტატუსიდან გამომდინარე, იმიტომ რომ პირისხმის ლორწოვან გარსში არის რეცეპტორები, რომლებიც ზუსტად ისევე რეაგირებენ, ვთქვათ, სქესობრივ ჰორმონებზე, როგორც ჩვენი სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსი. შესაბამისად, ხდება უფრო გამავალი მიკრობებისთვის, ანუ შეღწევადი, ეს ლორწოვანი გარსი და მათი მცირე რაოდენობაც კი, ანუ მიკრობების იწვევს გარკვეულწილად ანთებითი პროცესების პროვოცირებას. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ზედმიწევნით კარგი ჰიგიენა ამ პერიოდში, ინდივიდუალური ჰიგიენა და თუ მშობელი ატყობს, რომ რაღაცა შედარებით უფრო მოყვითალო კბილები და ღიმილი აქვს მის მოზარდს, ჯობია რომ უფრო აქტიური კომუნიკაცია გქონდეთ საკუთარ სტომატოლოგთან და აი ეს რთული პერიოდი ხშირი კომუნიკაციით და ხშირი ვიზიტით რაღაცნაირად უმტკივნეულოდ გადავატაროთ, რომ რაიმე ესეთი ცვლილებები სერიოზული არ დარჩეს პირისხმში ამ პერიოდის შემდეგ. თქვენ შეეხეთ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხს საუბრის დასაწყისშივე. საკითხს, რომელიც მხოლოდ სამედიცინო პრობლემით არ შემოიფარგლება. რეალურად მოზარდებისათვის, რომელთა წარმოდგენაში თვითონ დამკვიდრება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელთა თვით შეფასება ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ გამოიყურებიან, როგორ შეიგრძნობენ საკუთარ ორგანიზმს, რატომღაც წინააღმდეგობრივია ჰიგიენის საკითხები და ეს კვლევამაც დაადასტურა, ხოლო პირისხმის ჰიგიენა, რომ შეიძლება თავად მათთვისაც დისკომფორტის საფუძველი აღმოჩნდეს და გარშემომყოფებისთვისაც მაგალითად უსიამოვნო სუნის სახით, ეს არის ფაქტი უკვე. მაგრამ თქვენ ახსენეთ პირისღრუს ცალკეული ორგანოები და კბილების ჯანმრთელობა. არის თუ არა მოზარდობა განსაკუთრებული პერიოდი, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ, ყველა გარდამტეხ ეტაპს ადამიანის ცხოვრებაში შეუძლია ანარეკლი დაგვანახოს პირისღრუში და კბილები ამ ხრივ როგორც ყველაზე მყარი ძვალი ჩვენს ორგანიზმში ცხადია არის ერთ-ერთი ინდიკატორი მაჩვენებელი ამ პროცესებისა მოზარდ და კბილები. მოდით ამაზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა და რეალურად ამითი გარკვეული რეკომენდაციების მივცეთ ოჯახებს და მშობლებს. კი. კბილები რა თქმა უნდა მოზარდობის პერიოდში უკვე ცვლადი თანკბილვა გვაქვს ხშირ შემთხვევაში და მუდმივისკენ უფრო მეტი მუდმივი კბილია პირისღრუში ვიდრე სარძევე და ახლა დამოჭრილი მუდმივ კბილებს გჭირდებათ მათ მინანქარს გარკვეული პერიოდი რომ ჩვენ ვეძახით მომწიფდეს. ანუ მოხდეს მისი აი სრულად ჩამოყალიბება, მინერალიზაცია, რასაც თავისთავად ნერწყვის შემადგენელი კომპონენტებიც ეხმარებიან. აი ამ მომწიფების პერიოდში თუ პირისღრუს ინდივიდუალური ჰიგიენა არ იქნა შესაბამის, ასე ვთქვათ, სიმაღლეზე და დონეზე, ძალიან მარტივად ხდება დაზიანება და დემინერალიზაცია და ვითარდება კარიესული დაზიანებები ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე ზრდასრულობის ასაკში შეიძლება იყოს, ან თუნდაც სარძევე თანკბილის, ასე ვთქვათ, ბოლო პერიოდში, როდესაც ის სარძევე კბილების მინანქარი უკვე ნამდვილად მომწიფებულია. ამიტომ ძალიან საყურადღებოა, ხო არ ჩნდება ხოლმე, ან თუ შეამჩნევენ მშობლები
თეთრ ლაქებს კბილის ზედაპირზე, რომელიც ამოჭრის პერიოდში არ ქონდათ ბავშვებს. აი ეს ნიშნავს, რომ მიმდინარეობს აქტიური დემინერალიზაცია და ჭირდება დახმარება ესეთ ჯერ კიდევ მომწიფებელ მინანქარს. განსაკუთრებით ეს ლაქები ჩნდება ხოლმე კბილის ყელის მიდამოში, ღრძილთან ახლოს, სადაც ადვილად გროვდება ნადები და სადაც თუნდაც იმიტომ, რომ ნადების დაგროვების შემდეგ გინგივიტია გამოხატული და შეიძლება ხეხვის დროს სისხლდენა იყოს, ბავშვები ერიდებიან ამ უბანთან შეხებას, რომ სისხლი არ წამოვიდეს ანარა და ეს რაღაცნაირად მანკიერი წრესავით ხდება და როგორც ღრძილი ზიანდება ამ ნადების არსებობით, ასევე კბილის მაგარი ქსოვილები. ამიტომ ამას აუცილებლად უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება. იმისთვის, რომ თქვენ მიერ დასახელებული პრობლემები აღმოვაჩინოთ და შემდეგ კარგად მართოთ, ამისთვის სტომატოლოგებს გაქვთ ძალიან მკაფიოდ შემუშავებული სტრატეგია, რომელიც გულისხმობს გარკვეული სიხშირით ვიზიტებს სტომატოლოგთან იმისთვის, რომ შეფასდეს პირისყრუს ჯანმრთელობა და პრობლემების შემთხვევაში ექიმმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოზარდთან ურთიერთობაში ასეთი გეგმიური შეთავაზებები ყოველთვის მარტივი შესასრულებელი არ არის. იმიტომ რომ მოზარდობა და გარდატეხის ასაკი ყველაზე ნოყიერი ფაზაა იმისთვის, რომ აჯანყდეს ადამიანი და მოზარდების აჯანყება იმაშიც ვლინდება, რომ ისინი არაუბრალოდ ბინის პირობებში ცვლიან საკუთარ ქცევას, ურთიერთობებს და ასე შემდეგ, არამედ ოჯახის გარეთაც. და გეგმიური ვიზიტი სტომატოლოგთან შეიძლება იყოს ძალიან რთული საკითხი, ანუ მოსაგვარებლად რთული და შესასრულებლად რთული. როგორ ართმევთ ხოლმე თავს მოზარდებთან ურთიერთობას? თავარია მოვიდეს თქვენამდე და მე აწყობთ ურთიერთობას, თუ რაღაც ხრიკები არსებობს იმისთვის, რომ მოზარდი აი ასეთი მეთვალყურეობის პროცესში სიამოვნებით იყოს ჩართული. აიცით რა, ვცდილობთ ხოლმე რომ ვიყოთ მეგობრები პირველ რიგში და აი ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის მთავარი და ერთ-ერთი პირველი, რასაც თქვათ, ვასწავლით ხოლმე სპეციალისტებს არის ის, რომ პაციენტი, თქვენი პაციენტი არის პირველი ადამიანი და ყველაზე მნიშვნელოვანი თუნდაც თქვენს კაბინეტში და შემდგომში არის უკვე ვაცმის მოყვება, მშობელი, ბებია, ბაბუა თუ ვინც იქნება. ამიტომ აი ამ პირველობას რო გრძნობენ და მაქსიმალურ ყურადღებას მათ უთმობთ და მათ მივმართავთ და მიმართავთ არა დიდაქტიკური ტონით, არამედ მეგობრულად, რჩევის სახით აუცილებლად და ხშირ შემთხვევაში ეს ამართლებს ხოლმე და მათ ეს პროტესტი შედარებით უფრო ნაკლები აქვთ. რა თქმა უნდა, აქვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მცირედი, ასე ვთქვათ, გაუმჯობესებაც კი მათ ქმედებაში იყოს წახალისებული და ესეც არ უნდა დავივიწყოთ, რომ აღვნიშნოთ, რომ აი წინა ვიზიტზე რაღაცა არ მოგვეწონა, ამ ვიზიტზე ეს ბევრად უფრო უკეთესია და გამოსწორებული და შესაბამისად აი ესე ვცდილობთ ხოლმე, რომ რაღაცნაირად ცოტათი ხო, ფსიქოლოგების როლსაც ვასრულებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვიადვილებს შემდგომში მათთან ურთიერთობას ეს დეტალები და შედეგიც თავისთავად ბევრად უკეთესია. აქვე მინდა დავძინო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან კოლეგებთან გადამისამართებაც ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მოზარდობის პერიოდი არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც თანკბილვა და ყბაკბილთა სისტემა საბოლოოდ ყალიბდება. რატომღაც ესეთი სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, რომ აი ბავშვი რო გაიზრდება, მერე მოხდება თანკბილვის კორექცია. ანარდა რიგ შემთხვევაში, როდესაც ეს პათოლოგიები არის გარკვეულწილად ჩორჩხოვანი, ანუ გენეტიკურად განპირობებული, ჯობია ამ ეტაპზე ჩარევა მოხდეს, თუნდაც მოსახსნელი სისტემებით, ექიმი ორთოდონტების მიერ და ჰარმონიულად ჩონჩხთან ერთად ყბაკბილთა სისტემაც სწორად ჩამოყალიბდეს, რაც შემდგომში აგვარიდებს სერიოზულ ჩარევებს, თუნდაც ორთოდონტიულ ქირურგიასაც კი რიგ შემთხვევაში თუ ეს მოხდა სწორად, დროულად და ბავშვის ზრდაგანვითარებასთან პარალელურად. ამიტომ მინდა ვურჩიო მშობლებს, რომ ნუ დაელოდებიან მაინც და მაინც დიდას აქვს 12-14 წელს, რომ მერე ჩაერიონ და თანკბილვა გამოასწორեն, არამედ ასევე მჭიდრო ურთიერთობა იქონიონ ორთოდონტებთანაც, იმიტომ რომ ისინი ადრეულ ეტაპზე შეამჩნევენ ნებისმიერ პრობლემას და მოხდება ძალიან მცირე დროის ჩარევით ნაკლებად მტკივნეული საკმაოდ დიდი ეფექტის მიღწევა. და ბევრად უფრო მდგრადი და მყარი შედეგი იქნება მიღწეული. კი, სამომავლოდაც ბევრად უფრო მდგრადი შედეგი ექნება. ძალიან დიდი მადლობა სოფო ჩვენთან თანამშრომლობისთვის, დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ბავშვთა სტომატოლოგი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი სოფო სამხარიძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება.
ძნელია კვებითი შუქნიშანი შევურჩიოთ მოზარდებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ საუბრობთ მათ თავისუფლებაზე. დიახ, ჯანმრთელობა არის თავისუფლება. კვებითი არჩევანი არის მათი თავისუფლება, მაგრამ ძალიან ხშირად ჩვენ მშობლებს გვჭირდება იმის გააზრება, რომ ამგვარი თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და გავითვალისწინოთ ზოგიერთი რისკის შემცველი კვების მოდელი და ჩავანაცვლოთ ისეთი მოდელით, რომელიც მეტად სასარგებლო იქნება ჩვენი მოზარდი შვილებისთვის. რა თქმა უნდა, როდესაც სამფერია შუქნიშანი, რეკომენდაციები მრავალფეროვანია. ასე ხდება ყოველთვის ჩვენს გადაცემაში და დღევანდელი ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, მოზარდებისათვის ყველაზე სახიფათო ზონად კვებაში უნდა წარმოვიდგინოთ სწრაფი კვების მოდელი. აქ ბევრი ფაქტორია, რომელიც რისკებზე მიუთითებს. რასაკვირველია, თუნდაც ის, რომ ადამიანები სწრაფად იკვებებიან, ანუ მოკლე დროში უნდა დაღეჭონ, დააკუცმაცონ და გადაყლაპონ საკვების საკმაოდ დიდი მასა. ესეც არის გაერთიანებული სწრაფი კვების ქვეშ, როგორც გადატანითი მნიშვნელობით გამოყენებული კვების მოდელი, მაგრამ თავად სწრაფად მომზადებული საკვები პროდუქტები თავისი ტექნოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე ქმნის რისკებს ტრანსცხიმების თვალსაზრისით, ფუჭი კალორიების თვალსაზრისით და ნაკლები საკვები ნივთიერებების ჭრილში. ეს ფაქტორები არის საზიანო ზოგადად მოზარდის ჯანმრთელობისათვის და მათ შორის მისი პირის ღრუსთვის, რადგან ის ხელს უწყობს ამგვარი კვების მოდელი, სწრაფი კვების მოდელი, ანთებითი პროცესების განვითარებას, ხელს უწყობს ადვილად ნადების ჩამოყალიბებას, ხელს უწყობს კბილების დაზიანებას, ლორწოვანის დაზიანებას და ასე შემდეგ. სწორედ სწრაფი კვება შეიძლება აღმოჩნდეს ის ფაქტორი, რომელიც უსიამოვნო სუნის წინაპირობად უნდა აღვიქვათ მოზარდების შემთხვევაში პირის ღრუდან. მაგრამ ჩამონათვალი რომ არ გავაგრძელოთ, მე აუცილებლად გაგახსენებთ რა შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს მოზარდებს, რითი შეიძლება შევცვალოთ ეს მდგომარეობა და როგორ აღვადგინოთ წონასწორობა. ერთ-ერთი ასეთი უნივერსალური საშუალება გახლავთ წყალი. წყალი არაუბრალოდ იმიტომ, რომ ყველა უჯრედმა გამართულად იმუშაოს. წყალი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა სასიცოცხლო ფუნქცია და პროცესი განხორციელდეს ჩვენს ორგანიზმში, არამედ იმიტომ, რომ პირის ღრუ გაიწმინდოს. დიახ, წყალი არის ის კომპონენტი, რომელსაც შეუძლია პირის ღრუს წმენდა. წყალს შეუძლია ჩააქროს და გაანეიტრალოს ანთება, წყალს შეუძლია გამოიტანოს პირის ღრუდან მავნე ზეგავლენის მქონე ნივთიერებები და წყალს შეუძლია მჟავატუტოვანი წონასწორობა აღადგინოს პირის ღრუში. წყალს შეუძლია შექმნას ოპტიმალური გარემო იმ მიკრობიოტასთვის და მიკრობიომისთვის, რომელიც განსაზღვროს პირის ღრუს ჯანმრთელობას. უამრავი სხვა ფაქტორით შემიძლია დავუკავშირო წყალს, მაგრამ მოდით დღეს ამით შემოვიფარგლოთ და გავაგრძელებ. ვიტყვი, რომ მოზარდებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ რძის ნაწარმი. რასაკვირველია, რძეს აქვს თავისი რისკები ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც რძის შაქრის აუტანლობა აქვს. ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც რძის შემადგენლობაში არსებული ცილების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, აქვს ალერგიული რეაქცია და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა დანარჩენ შემთხვევაში მოზარდთა კვებაში რძე და რძის ნაწარმი არის უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა. არა უბრალოდ ზლოვანი სისტემა განვამტკიცოთ, ძვალსახსახტა სისტემა გავაჯანსაღოთ, ზრდა განვითარებაში დავეხმაროთ ჩვენს შვილებს, არამედ შევქმნათ ოპტიმალური გარემო პირის ღრუში, იმიტომ რომ არ განვითარდეს დამაზიანებელი ნადები. დიახ, კვლევებით დადასტურებულია, რომ სწორედ რძესა და რძის ნაწარმს, განსაკუთრებით ფერმენტირებულ რძის ნაწარმს, როგორც გახლავთ მაწონი, იოგურტი და ასე შემდეგ, შეუძლია შექმნას ასეთი იდეალური ამინდი ჩვენს პირის ღრუში, რომელიც ჩვენი მოზარდისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც რბილი, ასევე მყარი ქსოვილების დასაცავად. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რამდენად ცუდია წლების განმავლობაში მხოლოდ დაბლენდერებული საკვების შეთავაზებას ჩვენი შვილებისთვის, როდესაც ღეჭვის, კბეჭის, დაქუცმაცების აქტი არის გამოვარდნილი თამაშიდან. ან როდესაც თანკბილის პრობლემა, როდესაც მეტყოლებასთან დაკავშირებული სირთულეებია. მაგრამ წარმოიდგინეთ, როდესაც ვლაპარაკობთ სცენარეული ბოჭკოს შემცველ პროდუქტებზე, როდესაც წყალუხ პროდუქტებზე ვლაპარაკობთ ბოსტნეულისა და ხილის სახით, ეს პროდუქტები არა მხოლოდ ღეჭვა დაქუცმაცება, კბეჭას ემსახურება. ეს პროდუქტები არა მხოლოდ საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფას ემსახურება, არამედ პირის ღრუსთვის, ისევე როგორც წყალი არის
თვითმწმენდი პროდუქტი. ანუ ამ პროდუქტების გამოყენება, მაგალითად კიტრის გამოყენება, მაგალითად ვაშლის ან სტაფილოს გამოყენება, ჩახრაშუნება ამ პროდუქტების შეიძლება იყოს არა მხოლოდ კონკრეტული საკვები ნივთიერებების მიღება და კბეჩის, ღეჭვის აქტის ვთქვათ, გააქტიურება, არამედ ეს არის სწორედ პირის ღრუს ჰიგიენისათვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი თვითწმენდისთვის. რასაკვირველია, პირის ღრუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკვები ფაქტორები უამრავია და ჩვენ შეგვიძლია ამაზე ხშირად ვისაუბროთ, თუმცა დღეს ამით შემოვიფარგლები და ტრადიციულად ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.